სერგო ფარაჯანოვი ძვირფასი ადამიანი იყო, ჩემთვის ჩემზე უფროსი იყო მართალია. ყველაზე მეტად მეგობრობდა მაინც თამაზმელი ავასთან. ერთად ჰქონდათ. მე როდესაც ინსტიტუტში ჩავაბარე, სერგო აღარ იყო, დაპატიმრებული იყო ის პერიოდი. მე კიევში წავიდა სამუშაოდ და ასე შემდეგ. მაგრამ სერგოზე მე ადრეც ვიცოდი. ის მამაჩემის მოწაფე იყო, ვიოლინოზე უკრავდა ის. და რატომ დამარქვა, მითხრა რომ შენი ნათლია ვარო, კინოში ხო? იმიტომ რომ თურმე მე შეფუთნული ვიცექი საწოლზე. ვიცექი კი არა, ეს მამა 2 წლის ვიყავი რომ დააპატიმრეს 2 წლის ნახევრის ხო? და ესე იგი მაშინ იყო სერგო რო სწავლობდა. სერგო იქნებოდა ალბათ 8 წლის, 9 წლის. დაუძახეს მამას. ჩვენთან სახლში ხდებოდა ეს ამბავი და мама უთხრა სერგო სერჟი занимайся я сейчас вернусь. რუსულად ელაპარაკებოდა ხო? გავიდა мама სერგომ დააგდო ვიოლინო და დაიწყო ჩემთან თამაში. ამიყარა ხელში რაღაცა ერთი ამბავი, გაიღო კარი შემოვიდა. мама სერგოს გაუვარდი ხელიდან და დავარდი იმას. აი ამიტომ იყო რომ მითხრა რომ შენ ჩემი კინოში ჩემი ნათლია ხარ მითხრა. მეტი ციცით არაჩვეულებრივი კაცი იყო სერგო. რო შეგხვდებოდა რამე რო არ ეჩუქებინა არის ვარიანტი არისო რა მაგს რაღაც მისი ნაჩუქარი სხვადასხვა რაღაცები